წინაკვირაში გუნდებმა მესამე დავალება მიიღეს. მათ დაეთმოთ 2 ინგლისური ჩაის სახლი, ჩემებს მარჯანიშვილზე და ფესტინალენტეს ფალიაშვილს. გუნდებს უნდა მოეზიდათ კლიენტები და მიეღოთ მაქსიმალური შემოსავალი. ფესტინალენტემ მენეჯერად მარინა აერჩია. ჩემებმა კი გამათის შემდეგ ნიშაზე შეაჩერეს არჩევა. რეკლამის ჩაწერისას ჩემების გუნდში 100 სხვადასხვაობა იყო. უჩა სარეკლამო ტექსტს არაეფექტურად მიიჩნევა. ვისე უბნები და ვით აინტერესებს მაგის ანალიზი დამანახე ეხლა მას და არ მინდა მეტი არაფერი რა. ფესტინალენტეს სარეკლამო რგოლით კი გუნდის ყველა წევრი მაყოფილი დარჩა. გარდა რადიო რეკლამისა, კლიენტების მოსაზიდად გუნდებმა ორგანიზაციებსა და ქუჩებში სარეკლამო ფურცლები გაავსეს. მოწინააღმდეგე ხარის ინფორმაცია. ფესტინალენტეს მიერ უკვე დარიგებული ფლაიერები ნახეს და რიგ შემთხვევაში თავიანთი ჩააწერეს. არა, შეიცვალა რა გეკვა. ძალიან მაგრები არიან რა გინდა. ინგლისურ ჩაის სახლში მარჯანიშვილზე მეტი კლიენტი მივიდა ვიდრე ფალიაშვილს. მაგრამ ფესტინალენტემ ჩაის სახლის პროდუქციაზე აუქციონები მოაწყო და შემოსავალი 3-ჯერ გაზარდა ყოველდღიურთან შედარებით. ეს არის ბრიტანული, ეგრეთ წოდებული პასკა, ოღონდ ნამდვილად ბრიტანეთიდან. ჩემებმა კი აუქციონი არ მოაწყვეს და კლიენტების სიუხის მიუხედავად მხოლოდ 2-ჯერ გაზარდეს გუნდის შესაძლებლობა. ჩემების შემოსავალმა შეადგინა 200 ლარით ნაკლები 660 დოლარი. ჩემებმა კაბინეტში მენეჯერის სისუსტე აღიარეს, მაგრამ წაგების მთავარ მიზეზად ნიკას მიერ თავის თავზე აღებული ფუნქციების შეუსრულებლობა დაასახელეს. ნიკამ ამბობდა რომ მომაქვს ამაში გამოცდილება და ეს რეკლამა და ეს აქცია მოიყვანს ძალიან ბევრ ხალხს. არ გეთანხმები უჩა კატეგორიულად არ გეთანხმები. ნიშამ კაბინეტში ნიკა და სოსო დაიჭრა, რაც დამარცხების მიზეზების გარკვევაში სოსოს ობიექტურობით ახსნა. ნიკას ერთი და მემკვიდრებს სოსოს, იმიტომ რომ მას შეუძლია ობიექტურად შეაფასოს ჩვენი ორის. ნიკა უარყოფდა აღებულ ვალდებულებებს. მიშა კი ნიკას არასამართლიან თამაშზე მიუთითებდა და ნოდარის ისტორიას გაუხსენა. რომ შენ არ მიგეყენებინა ნოდარისთვის ასეთო წელსკოვი დარტყმა რა. ვინაიდან მთელი გუნდი თვლიდა რომ ნიკას ხალხის მოზიდვა და გართობა ჰქონდა თავის თავზე აღებული, ის კი ამას უარყოფდა, ჩვენ მას დავეშტოთ. ამიტომ ჩვენ შენ დაგეშტოთ. აგრეთვე ძალიან დიდი ხანი დაგჭირდა გუნდში ფუნქციების გასარკვევად. ამიტომ ზედმეტი დელეგირების გამო მიშასაც დავეშტოთ. არაორდინარული გააცხადო შენს გეშტოთ ნახონდეს. დარჩა 10 კანდიდატი. ვინ იქნება შემდეგი?
შესაძლებელია ძალიან მიდოდა სასადაბრუნებულიყო არა იმიტომ რომ რაღაც სუბიექტურად, არამედ რაღაცა სამართლიანობის კუთხით. სოსო არ უნდა წასულიყო დღესშეულდა ამ პროექტიდან წასასვლელი იყო ნიკა და მიშა და ესეც მოხდა გამიხარდა რა თქმა უნდა ძალიან მიშა მაგარი გაიწევა კლიენტი რო და რა მოდაეს გაუჩალი ჩაი იმბორდოს ნახა რა ესეთ გაუჩალი ეხლა აპირებდა მე ნიკას მივაწევი სოსო გაიგნევა და მე და ნიკას მივაწევი და ჩავდი თავიდან ნიკა იმიტომ არ დაწოვა რომ ჩაიჭრეს პირველად ორივე იმიტომ დარჩა რომ გაიგოთ დოდარი და მეორეზე შეერგებდნენ ალიანსის პოინტში და ვერ გადავიდეს. აჩეხება ამ ბოლოს ამ ბოლოს სამკაცში მოხვედრა რომ მე ვთვლი რომ ეს არის ჩემ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილება შეძლო და შეგეძლოს გაუძლო დაწოლას ფსიქოლოგიურს დაწოლას თქვა ყველა კომპონენტებზე განსაკუთრებით გაუძლო დაწოლას რომელსაც არასამართლიანად ახორციელებენ შენი გუნდის წევრები. ერთადერთი მეშინა და მაგის რომ მოდიოდი მეთქი ამარმა რაღაც არ გამიჩანიჭოს მეთქი რა იმეც ყავდა და თელი ხამე მოусვეთ შეს ლექსებს არ დავწევ მეც მავა დამცინავი რატომ მალადო თქვა რომ სოსო შენ არაფერი გამქრება იმიტომ რომ იკეთია ნარინჯისფერი ჰალსტუხი ეს და დაამატა რა თქმა უნდა ეს ხო ხუმრობი აი ეს ამბუში მქონდა და 1500 მარს მოვიგე ამის მერე ეს ჰალსტუხი იქნება ჩემი თილისმა თუ შეიძლება ასე ითქვას გისმენ? ამათებად მე ვადო გულგერების მდივანი. აირჩიეთ მენეჯერები და 11 საათზე ბატონი ვადო გავუდებათ სუპერმარკეტ პოპულში ლეონიდის 2 ნომერში. მადლობთ. მადლობთ. გამარჯობათ. როგორ ახართ? თქვენ? არა მიშავს. რაღაც ძალიან შეთხელდა ჩემი მშენებლობა. აირჩიეთ მენეჯერები ეს დავალებისთვის. ვინ ახართ მენეჯერები? ბიჭებში ვარ მე გახლავთ ფესტინალის ძალიან კარგი. ოკეი, ცოტა რა გუნდები დავაბალანსოთ, პროექტი 4-ზე არ გამოვა. უჩა. აი, უნდა აირჩიო ერთი მონაწილე გოგონების გუნდიდან, რომელიც შესაბამისად ჩემებში გადმოვა და შემდგომ სულ ჩემებში იასპარეზებს. ეს არის მარინა. კი ბატონო. მარინა მაშინ თილი იყო შენ ორზანება ჩემში. ძალიან კარგი. გეგუშ მოდი რა. მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი პარტნიორი გეგუშა ფიჩხაია, პოპულის დამაარსებელი და გენერალური დირექტორი რა. ეხლა რაც შეეხება დავალებას. თქვენ რეალურად ორივე გუნდს გეძლევათ შანსი, რომ აი ვთქვათ, ამ დავალების პარტნერშიპ ფორმატში გაიაროთ ის გზა, რაც გაიარა გეგუშამ, რომელიც დაიწყო ერთი მაღაზიიდან თავის დროს, ხო? ჩვენ ავარჩიეთ ორი მაღაზია, ერთი ყაზბეგის გამზირზე, მეორე ფალიაშვილის ქუჩაზე, რომლებიც ძალიან გავს ერთმანეთს როგორც თავისი ზომით, ასევე დღიური ბრუნვით და ასე შემდეგ. აი ეს ორი მაღაზია, რომელსაც გენჯისყით აირჩევთ, თქვენ გეძლევათ, აი მენეჯმენტში ასე ვთქვათ, მართვაში. თქვენი ამოცანა რაც შეიძლება მაქსიმალურად ავაჭროთ ეს ორი მაღაზია. ვინც მეტ შემოსავალს გააკეთებს, ცხადია, ის გუნდი მოიგებს და შესაბამისი პრიზი გაჟღერდება უკვე კაბინეტში, როცა ნახავთ. პოპულმა გააკეთა სია თავისი მსხვილი მოწოდებლების, რომელთანაც მინდა გითხრათ, რომ ჯერ ნასაუბრები არ ვართ და აი ამ სიიდან შესაბამისად შეგიძლია თქვენ აირჩიოთ და ისეა შედგენილი, რომ დაახლოებით მსგავსი კომპანიები შეხვდეს ორივე გუნდს. და უკვე თქვენ რა ფორმატშიც გენებოთ, აი ხვალიდელი დღექოთ საამისოდ. დაელაპარაკეთ, გნებავთ პრომოუშენის შესთავაზეთ ერთობლივი, გნებავთ აქცია, გნებავთ სხვა რამე, მოკლედ აი ეს ერთი ინსტრუმენტი შესაძლო ისიც, იმიტომ რომ თქვენ უნდა დაითანხმოთ, ჩვენ ფინანსთან არ გვილაპარაკია მართლა. შესაძლო ინსტრუმენტი, თქვათ, ხალხის დაბადებით მოსაზიდად აი ამ მაღაზიებში თქვენთვის საინტერესო დროს. თუ სხვა რამეს მოიგონებთ კიდე, რაც წესებით დაშვებულია, ხომ კარგი. აბა წარმატებებს გისურვებ.
პირველ რიგში მოგესალმებით ყველას. მოხარული ვართ, რომ თქვენ დღევანდელი დავალება დაკავშირებულია ჩვენს ქსელთან. თქვენ არ გაქვთ უფლება, თქვათ, შეცვალოთ პროდუქციის სარეალიზაციო ფასი, ან გააძუროთ, ან გააიაფოთ. გადმოგეცემათ მომწოდებლების სია, რომელიც თქვენი შეხედულებისამებრ უნდა გამოიყენოთ გაყიდვების სტიმულირებისათვის. ეს არის GVS-ი, ნატახტარი, არის ასევე Coca-Cola, არის Nestle, არის Ziroli, Lambertsi. ყველაზე ძვირად ღირებული რა პროდუქტი გაქვთ? ძვირიანი სასმელები. იქნება ამოვიწეროთ ყველაზე, აი მაგალითად ყავაში, ყველაზე ძვირად ღირებული ყავა რომელია? და ნუ საშუალო რაღაცა, იმიტომ რომ იაფასიანი ამ შემთხვევაში ნაკლებად გვაწყობს ჩვენ. მაშინ წადიოს კოსმეტიკაში, იმიტომ რომ ძალიან გევასება. რა გააკეთე გეტყვი ახლა? ყველაზე მაღალი ფასი რომელსაც სასმელი ისეთი რაღაცა ჩამოსასხმო მდგომარეობაში რაღაცა ესეთი რომელიც აი ეს fast food-ს მოყოლა მაგალითად McDonald's, Coca-Cola დასხმული ეგეთი არა. უკვე ჩვეულებრივად ყიდულობთ. ბლენდამედი ამოვიწერე ახლა ბლენდამედი ყველაზე ძირი 2.25 ევროს. მარის აქვს იმის უნარი, ღრმად მწამსგან ჯერად, რაღაცებზე დაყრდნობით, რომ აი ამის თავმოყრას მობილიზებას და ჩვენს ფუნქციონალურ განაწილებას ძალიან სწორად შეძლებს. გამარჯობა. მე ლიკა ვარ, PR მენეჯერი სავაჭრო პოპულის. გაძლევთ მე თქვენ ჩვენი მომწოდებლების კონტაქტებს, აქ არის სულ 8 მომწოდებელი. რა სეგმენტზეა ორიენტირებული ჩვენი პოპულის სუპერმარკეტების ქსელი? სეგმენტი არ არის დაყოფილი, იმიტომ რომ ეს არის სახალხო ქსელი და ემსახურება თითქმის ყველა სეგმენტზე. შეგვიძლია ვთქვათ, გარეთ გავიტანოთ და იქ გავყიდოთ? არა. გარეთ ვერ გაიტანთ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გავატაროთ კასაში და მე რო შემოვიტანოთ. ერთი ცალი ეგზემპლარი შეგიძლიათ გაიტანოთ უბრალოდ რამოდენიმე წუთით, ანახოთ, თუ კი ამის აუცილებლობა იქნება და შემდეგ რა თქმა უნდა აი ჩვენ რო შემოთავაზოთ ესეთი რაღაც, თუ კი გამოგვიყოთ დაახლოებით 150-200 ლარს ბიუჯეტს სარეკლამოდ, ჩვენ ამით პირობას გაზრდით, რომ გავსდით ამ გაყიდვებს დაახლოებით 3000-3500 ლარამდე. მადლობთ. კარგად გძანდებოდეთ. ყველა შეკითხვაზე პასუხი მივიღეთ, პლუს დამატებითი შეკითხვები იქ რაც გაგვიჩნდა. ასე რომ ჩვენაც გვაინტერესებდა და მივიღეთ აბსოლუტური ინფორმაცია. მეცული ხმოვდა საშინელო ხმამის ამ სერიოზულია. არა, ხო, მე დავაპარაკები. გამარჯობათ ბატონო ვაშა, გიეკავთ პოპულის გამარჯობათ. მე გახლავთ მარინა ნიკოლაიშვილი, ვარ პოპულის წარმომადგენლობიდან გიეკავთ. პარასკევს ვაკეთებთ აქციას, სპეციალურ PR აქციას ვაწყობთ. გვინდა რომ ესე იგი კარგი პარტნიორობა დავამყაროთ და კარგი PR აქცია ჩავატაროთ თქვენ უშუალო პროდუქციაზე. კარგით, მადლობთ. კარგით, ნახვამდის. ოკეი, კაი, რიგლისში დავრეკოთ ახლა რა. ნუკავარ ლომაია, პოპულის თანამშრომელი. პარასკევს აქცია ალბათ გეცოდინებათ. რა პირობებია ან რა აქციას მართავთ? ეს იქნება მიმართული თქვენი ცნობადობით გაზდაზე, PR-ი, რა ვიცი. თქვენ არ გაქვთ ჩამოყალიბებული აქციის სახე, რომელსაც მართავთ? კი, დაახლოებით ვიცით, მაგრამ ჩვენ უბრალოდ ზუსტი მიმართულება არ გვაქვს ჯერ არჩეული, იქიდან გამომდინარე, რომ გვინდა რომ თქვენთან შევათანხმოთ. კი ბატონო. მაშინ ისიც აქვს, ახლა მე მოგიფიქრებ, თქვენ უფრო ჩამოყალიბდეთ ალბათ ხალისის. ხო, მე შეგვიძლია რომ მოხვდეთ. ესე და ჩვენ შეგვიძლია 11-დან 3 საათამდე რომ შევხვდეთ თქვენ. კარგით, სოფო, დიდი მადლობა. პეპსი დარეკეთ, ხალხო, დრო გადის რა. სადაც ჩვენ გინდა იქ დარეკეთ. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ამ წუთას ჩვენ ყველაზე მსხვილ მომწოდებლებთან, ეს ხარ თქვენ. ჩვენგან რა გჭირდებათ თქვენ აირით შემიძლია დაგეხმაროთ. ნუ თანხა არის 1000 ლარი ექსკლუზივზე. ხო შეგიძლიათ Coca-Cola დაუკავშირდეთ. აქტიურად, იმიტომ რომ მაგას ინტერესში იქნება. უბრალოდ გთავაზობთ რომ შევხვდეთ ერთმანეთს და ვისაუბროთ. მაგიდას ნახე ტელეფონი ცოტა ეს ძნელია რაღაც გადაწყვეტილების მიღება. ამჟამად არ მაინტერესებს რა. კარგი, დიდი მადლობა, კარგად გზანდებოდ. პეპსის წარმომადგენელი მეუბნება Coca-Cola სულელია. 8 მომწოდებლიდან 6 მომწოდებლთან მოვახერხეთ იმაზე შეთანხმება, რომ ხვალე შევხვდეთ.
ალო გამარჯობათ. ბატონი კახაბძანდებით. ბატონო კახა, მე გაწუხებ სუპერმარკეტ პოპულის ფალიაშვილის ფილიალიდან. ხვალ გვინდოდა თქვენთან შეხვედრა და ამასთან დაკავშირებით გირეკავთ. ანუ მაშინ 4 საათს ჩავინიშნავ, იმიტომ რომ მე სამწუხაროდ ხვალ დარეკვის საშუალება არ მექნება. ალო გამარჯობათ. გამარჯობათ. ბატონი ალექსი ჩიქოვანი ბრძანდებით. პარასკევის გაყიდვებთან დაკავშირებით გვინდოდა თქვენთან შეხვედრა მოსალაპარაკებლად. ესე იგი ხვალ 2 საათზე რო ჩავსვათ თქვენთან შეხვედრა. კი ბატონო. ესე იგი ვეკავთ ძირელში. ბატონო. ალო გამარჯობათ. გამარჯობათ. ბატონი ზაზა აფხაიძე ბრძანდებით. ბატონო ზაზა, მე გაწუხებ სუპერმარკეტ პოპულის ფალიაშვილის ფილიალიდან. შეიძლება რომ შევთანხმდეთ შეხვედრაზე. ბატონო შეიძლება. თუ იქნება იმის საშუალება, რომ აი ადგილზე მოხდეს რაღაც გარკვეული გადაწყვეტილების მიღება. კი ბატონო, ანუ გადაწყვეტილებას ღებულობთ თქვენ. დღევანდელი დაგეგმარება, ასე ვთქვათ, მუთელვის პროცესია, ჯერჯერობით მაინც ჩამოსაყალიბებელი გვაქვს ძირითადი ეტაპები, რაც იყო ყველაფერი გავიარეთ. ალო, ბატონი გოგაბრძანდებით? გამარჯობათ ბატონო გოგა, იქნებ ხვალ საათი ვთქვათ, რომელზე მოვიდეთ და სად შეხვდება? არიდა, სახელი ჩანაწერი თქვენ. მაცაცო ფაცაცია? ბატონო? მაცაცო ფაცაცია. აფაცო? დიახ. თუ მაცაცო. მაცაცო, დიახ. სახელთან დაკავშირებული გაუგებრობა და მე სქესთან გადაგმული გაუგებრობა, მხოლოდ ასე ვთქვათ, ერთი კომპანიის წარმომადგენელთან მოხდა. მაცაცო, გოგოა? დიახ, დიახ. მაცაცო. ხვალინდელი შეხვედრა უშუალოდ ჩემ გაუგებრობას ალბათ აღმოყრავს. მაცაცია და ბანზაათი, პირველ საათს. კარგი. გამარჯობათ. სიამოვნებაა მარი. გამარჯობათ მარი. აღრიცხვის შემდეგ რამდენი ცალი პეპსის მისებრი იქნება წარმოების პროდუქტი იქნება მაცივარში. თუ თქვენ ამას მთლიანად შეისყიდით, ამის შედეგად ჩვენ დავაცარიელებთ იმ მაცივარს. გამოვხდეთ და ჩავაგრობთ მასში შუბს იმის გამო, რომ გათავდა პეპსი. შესაბამისად საღდება მხოლოდ კოკაკოლა და კლიენტს, რომელსაც ჭირდება გაზიანი სასმელი, შეეთავაზება მხოლოდ კოკაკოლა. ანუ მე 2-დან 8 საათამდე იმ ობიექტზე მექნება ცარიელი კონკრეტის კი, აუცილებლად. და რჩებით თქვენ კოკაკოლა ერთადერთი ექსკლუზიური მომხმარებელი. პრობლემას ვერ ვქონდა. იმასთან დაკავშირებით ამდენად აი გვაინტერესებთ იცით თქვათ რამის განათლება თქვენში. ტიტულობრივი დათრობა რა შეიძლება ეს ვიცი. არ არის აუცილებელი რომ სიტყვაზე პირდაპირ ფულის სახით გადავიხადოთ. ანუ ქაღალდი მოხდეს. თქვენ შეგიძლიათ მოგზანდეთ და პროდუქცია იყიდოთ თუნდაც თქვენი. ანუ ამ შემთხვევაში თქვენთვის ამ აქციიდან შემოსავალი არ არის მნიშვნელოვანი, თქვენთვის მნიშვნელოვანია დაგეკა. ანუ ამ შემთხვევაში პოპულის მომწოდებელი ყიდულობს პროდუქციას, თავისავე პროდუქციას. შემდგომ ეძლევა საშუალება ისევ გაყიდოს ეს ხელახლა. შესაბამისად ეს ხელსაყრელია როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი მომწოდებლებისათვის. შევთანხმდით? კარგით. სასიამოვნო თქვენთან ურთიერთობა. დიდი პატივია ჩვენ. დიდი მადლობა. შევისწავლეთ სტენდი, თქვენი პროდუქცია სამწუხაროდ რატომ არის ასე, არ ვიცით, და საკმაოდ დაბლა, ცუდად დევს. ჩვენ თავაზობთ, რომ გავანთავისუფლოთ აი ეს ცუდი ღვინოებისგან ზედასართულის სტენდის, თუ თქვენ შეიძენთ აი ამ ღვინოებს და მოახდენთ ამის შეძენას უშუალოდ ჩვენ ქსელში კი არა ჩვენს ობიექტზე გატარებით ანუ თანხა იქნება დაფიქსირდეს და სადაც გნებავთ იქ წაიღეთ. ჩემი მერჩანდაიზერი ვინც აი ამ ყველაფერს უყურებს ის წამოვა თქვენთან ერთად, ნახოთ ესე იგი ეს 8 ფეისი რა ღვინოები დებს. ამის მერე დაითვლება რაოდენობა, გამოვიყვანთ თანხას და მერე ასე ვთქვათ
გეტყვით, რომ აი მე ამას გამოვისყიდი. თითქმის ყველა კომპანია თითქმის წამოვიდა აბსოლუტურად იდენტურ შეთავაზებაზე, როგორც მივეცით ჩვენ. ჩვენ გვინდა შემორთავაზოთ სერვისი, რომელთაც თქვენ მიაღწევთ სახალხო ღია რეკლამას. ამ ყველაფერზე, რა თქმა უნდა, შემოგვიქნება თანხმსაჯირო. მე ვიდეო კონკრეტული ხასია იმისი, რამდენი იქნება. 2 საათს 1000 ლარი ვფიქრობ დაახლოებით. 4 საათი 2000 ლარი იქნება. მე მაინტერესებს ეს თანხა რამდენად შეიძლება შეიცვალოს. თქვენ რეალურად გიждდებათ 2000 ლარი ორი განაკვეთი, ხო? ჩვენ გთავაზობთ ორივე განაკვეთს ერთად 1000 ლარად, ანუ ნახევარფასში. ოღონდ ეს 1000 ლარი იქნება ჩვენი წმინდა მოგება. დღეს საღამოს დამიკავშირდით IT სემპლინგი და თანხის დანაყოფისად პასუხსაც კი ბატონო. We want you to buy Lambers products. Yes, in Populi Paliashvili branch, so that there's no other competitive brand to yours. The charge for promotion. Nestle იყო ყველაზე მოულოდნელი და ყველაზე სასიკეთო და ყველაზე მსხვილი გარიგება. პრინციპში გავასაღეთ 800 ლარის პროდუქცია. Thank you. We also are very dedicated to this idea. Thank you so much. ხარჯი რეზინების სახით მარტო თქვენ ხართ, მეტი არავინ არ არის. ჩვენგან ერთ-ერთი შეგვიძლია დავაყენოთ და სულ სავაროსთან იდგეს. და სულ ის იზახოს, რომ ორს თუ იყიდი, ერთს გჩუქნ. შესაბამისად, ის ადამიანი რომ დავაკავოთ, სხვას ვერ გააკეთებს ვერაფერს. ანუ დამატებით თანხებთან იქნება ეს. ანუ ღირებულებები ჩამოვთვალეთ. 700-დან 800 ლარამდე ერთი ადამიანის დასაქმება თელ დღის განმავლობაში ღირს 600 ლარი სადღაც, ხო? ესე ვარაუდოთ, კაი, ნუ 600 თქვა. ხო, ჩვენ რაში ესე იმ კაცმა შეიძლება თქვა, იყიროს ორბიტი შეიძლება თქვა, ну, უნდა აყიდინოს კლიენტს ორბიტი. თუ ხელზე გვაძლევთ 600 ლარს, ამ შემთხვევაში ყიდულობთ თქვენსავე პროდუქციას. ანუ მე მაინტერესებს სალაროს აპარატთან რამდენი გაივლის და რეალურად ფული რამდენი შემოვა. ცოტა მეტზე ხوار ვილაპარაკოთ მაშინ. რამდენობაზე? გავზარდოთ 600-მდე გავზარდოთ. 26 შემოვიდა დაგვით 600. თუ სრული არ ყიდვის დიდი სიამოვნებით. თქვენ თვითონ თუ იყიდეთ. ჩვენ არ გვხსოვს. ну მე მგონი შევთანხმდით ერთად საკითხებზე. ირეკავთ, თანხდებით. საღამოთი 7 საათისთვის. აი, დიდი მადლობა. ყველაფერი შეიძლება გააკეთოთ გარეთ. შემოდით ჩვენთან ბიჭებო, ძალიან გემრიელი ტკბილეული გვაქვს. არა, შენი მოლაპარაკება ხუძელაშია, ყველაფერთან ერთად. არა. რატო? იმიტომ ეს მომწარეთ იქნება კონკურენციის მიმართ და Coca-Cola-მ გადაწყვიტა, რომ ეს აქციები რაზეც თავიდან დათანხმდა, იყო არაეთიკური, Pepsi-ის შესყიდვაზეა საუბარი ბოლომდე და პრაქტიკულად განახორციელა ის თავისი სარეკლამო არის მთელი პროგრამა, რაც ალბათ ძალიან ისე იშვიათად აკეთებს ხოლმე. ანუ რეკლამა არის იმაზე უკეთესი, ვიდრე თქვენ გეგონათ და ამის საფასურად შეიძინეთ Pepsi. Coca-Cola-ს ვიყიდი. არ ჯობია ხო თანხაზე ხართ ორიენტირებული. კარგი, მაშინ წითელი ფერი შოკოლადები რო შეიძინეთ, რომელიც Coca-Cola-ს კიდე ერთ საჩუქარი იქნება. ხო, კერძოდ გულისხმობ Nestle-ს შოკოლადს. Nestle-ს ადამიანი ჯერ არ მოსულა ჩვენ კონტაქტის საშუალება. რომ მოგვიერთდა თანხმობა. კონტაქტები? რაზეა? არა, Krisi gara. არა, კეთებს მნიშვნელობა. და ზერო მთელი ლამბერტის პროდუქცია წაგაიტანეთ, აქედან ეხლა ვარ. 600 ლარის პროდუქციაზე იყო. ბატონო? 600 ლარის პროდუქციაზე იყო. აი ერთადერთი წამის და ეხლა ვერ გავაკეთებ ამას. მარი, ლამბერტი გაქვს სულ 800 რაღაცა ლარის პროდუქცია. Nestle-ს გაქვს. თქვენი მთავარი მიზანი და იდეა, რომელიც ამ დღისთვის ჩამოვაყალიბეთ, იყო ის, რომ შეგვეთავაზებინათ თითოეული მომწოდებლისთვის სუპერმარკეტ Popul-ში არსებული კონკურენტი კომპანიის პროდუქციის სრულად შესყიდვა. ტირონის სტანდარტები როგორც კი Nestle გავადა. ამის მინდა რომ მოვიშორ, არის რა ებრიალობა. ტირონი არის 700 და მეუბნება რა არის. ქუჩაში ეს მიყიდოთ? რა გქონდა? ალიოს პროსტა რა? გქონდა მინდა, მაგრამ არ გამეკარგოს. ტიროლის წარმომადგენლები წამოვიდნენ იმ შეთავაზებაზე, რომ ორბიტის პროდუქცია სიტყვაზე სრულად შეესყიდათ და დახზე არ ყოფილიყო წინა პლანზე მათი პროდუქტი. გახსნილები რო არის ნაკლებია?
აქ ყველასავს. არა, ქვემოთ. ქვემოთაც ყველასავს. ხო, კაი. ერთი რამე მაინტერესებს კიდე, ეს კოკა-კოლა ვინ მოიტანა? კოკა-კოლის წარმომადგენელი. კარგი, სად არის კოკა-კოლის წარმომადგენელი აქ არის? მებითაც კი რომ მივედით თავიდან და აქვს კოკა-კოლა, კოკა-კოლის წარმომადგენელი, რომელიც არ იყო გათვალისწინებული, იმიტომ რომ ჩვენ ახერხებდა კოკა-კოლასთან დაკავშირება და არ ქონდა არანაირი მოლაპარაკება. ისინი თავაზობდნენ რომ გაგვიყიდა კოკა-კოლა, გავუკეთებინა კოკა-კოლის აქცია და ისინი მოგწონდნენ საჩუქრად კეპს და სხვადასხვა საშუალებებს, რითაც შეგვიძლია გაგვახალისებინა ხალხი. თქვენ შეიძლება გინდათ გაცნობადი სახე ქონდეს ამ პროდუქტს, რომელიც ახლა გააკეთეთ. ანუ ეს არის პროდუქტის უკვე ორი კვირა ტელევიზიით. ხო, ან თქვენ შეიძლება გინდათ კომპანიის პირი, ან რაღაც ტექსტი, ანუ რაღაც კონკრეტული პროცესში გვინდოდა რომ გახმარებოდით თქვენ გაყიდოში. კი ბატონო. ისინი ყველაფერი გასაკეთებდა საჩუქრით, რაც იქითებს, რაღაც ბროშურები და რაღაც კეპები და რაღაცა ისაა, იმას შევხვდით. ხო, ეს უნდა გაყიდო, ისინიც არ მოუტანეს საჩუქრად. თელიანო კი რა კოკა-კოლა მისი თემათან შესაძლებლობა შეეშალათ რა. იმ შესაძლებლობაზე მივიდიოდით რომ ჩვენ კოკა-კოლის პრეზენტაციას გავაკეთეთ თელეგოს განმავლობაში მაქსიმალურად გავყიდით კოკა-კოლას პლუსავად დავარეგებდით ბუკლეტებს და ამაში გადაეხადათ 300 ლარი. მადლობა. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან ურთიერთობა, კი ბატონო. თელიანოს როდის ვკეთებთ შეთავაზ როდის ვარ გაუშვათ და თქვენ გადაგიხადოთ 800 ლარი მარჟა, ხო? უბრალოდ მარჟის. ეს რეალურად რო დავთვალოთ, გამოდიოდა 4000 ლარი 25%-ით. 3000 ლარი გამოდის. 25%? 35 აქვს. ხო. იგი არა, ნუ ყველა მოთვალეთ დავთვალეთ. კაი, იყოს 3000. მოლაპარაკება იყო თელიანი ველი, რომელიცაც უნდა შეეძინა 4000 ლარის პროდუქცია და დაუჭდებოდა 800 ლარი. მაგრამ მარჟა იყო განსხვავებული ვიდრე ჩვენ გვითხეს წინადღეს. აქედან გამომდინარე 4000-ის მაგივრად 3100 ლარი აღმოჩნდა ის თანხა, რაც 800 ლარის დანახარჯს შექმნიდა თელიანი ველისთვის. ეგრე გამოდის რა, 3100. კევებთან დაკავშირებით. აი ამ წუთას ფოტოშით. აჰა, ლუკა დროებით დაკავებული ვარ და ეს შემიძლია დაგაბაროთ. ანუ თქვენ ეხა უკვე სათახართ იყიდოთ ეს. კარგი, ანუ სავაროსთან შეგეძლოთ იმსანდეთ და გადაიხადოთ. შედახება იყო ორბიტთან, ისინი გზად იყვნენ 1500 ლარის თავიანთი პროდუქცია შეეძინათ, ეს მათთვის დანახარჯების მხრივ იყო 300 ლარი. და ამისათვის ჩვენი ერთ ადამიანს გამოვყოფდით, ვინც მთელი დღე გააკეთებდა ახალი ორბიტის რეკლამას. გამარჯობა თქვენებო, დღეს გვაქვს რიგლის სპეციალური აქცია. ორ რიგლის ვიყიდით, მესამეს მიიღებთ საჩუქრად. ატილარის ფარგლებში თუ შეიძენთ. შეიძენთ ადაპტაციას. მეოთხე არის უფასო. თუ ხუთს შეიძენთ, მაშინ მეექვსეა უფასო. გარგარი ეგეთი თუ არის. ესა ხო? ეს ბანანი. გამარჯობა. ღვინო არა? სანდრა, ატახტარის ლიმონადზე გვაქვს ისინი, რა ქვია ჩვენ იცი რა. 3 ლიტრს მოიღებ, შეგიძლია პასტა აჩუქო. GVS აქცია უკავშირდება პირველ რიგში იმას. აი რაღაც საშინელი ნაბიჯი რუსეთის მხრიდან და გვინდა რომ ადგილობრივად გავაკეთოთ ადგილობრივ მოხანაურს ისეთი პოპულარიზაცია, რომელიც მე რა თქმა უნდა ყველაფერს აღება ნახოს შემდეგად. ორ საფოს ატილარის ფარგლებში თუ იყიდეთ, მიიღებთ არის მივიდა უთხარი კეფრი კი რა ღვინო იყიდეთ ხო? რა თქმა კაცო შენ შესთავაზე მაინც. კარგი იქნებოდა რომ ადამიანი როდესაც დირექტივას გაძლევს, უფრო კონკრეტული ყოფილიყო ამ შემთხვევაში. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შემოთავაზება წვენებთან დაკავშირებით. თუ იყიდით 3 შეფუთვას, ანუ 3 litrს, მეოთხეს მიიღებთ უფასოდ. გვაქვს კიდე ძალიან კარგი გაჩვენებთ თუ გნებავთ. მანანა, ერთი წუთით უკაცრავად ბოდიში. სანდრა სასაჩუქრო წვენები გათავდა. აჰა, რა ცუდია.
ვცდილობდი რომ ხურდა როგორც ასეთი მომხმარებლისთვის არ დამებრუნებინა და ამის ნიადაგზე ვთავაზობდი მას შოკოლადებსა და საღეჯ რეზინს. სოროკოლის გარეშე არ წახვიდეთ ბალოტონო და გაგატან ძალიან ბევრ შოკოლადს, გაგატან საჩუქრებს. რა მიეცი, რა საძლევ ამას? ამას? ხო. ამას ჯერ არ მის. აჰა, მოდი შეშემოს გაჩუქე. მიდი ჭიქები მიეცი და всё. აუ, მოდი. 12 ჭიქა. მოგზანდით, საჩუქრები გვაქვს დასარიგებელი, ძალიან ბევრი მოგზანდით. გამარჯობათ. ხომ არაფერს მიირთმევთ. საით ამობზანდებით. როგორ არის ახლა და როგორ მაინტერესებს? ფიქრობ კარგად. მე მგონი კარგად. რა სულთან რა არ მოგწონს? რაღაცებს შევსულთ, თქო ჯერ ეს მოგვარდეს. პირველი საკითხი არის ამის მოგვარება. თქვენი საკითხი არის გაწეწეთ ხალხი რა. ხო, კარგია, აი ბიჭები ხარ, ხო. ნაყინის ხრივ რა გვაქვს? ნაყინის ჩვენთან რა არის? ეხლა ნაყინის ხელში რა გვაქვს? მობრძანდით ძალიან მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს. მობრძანდით არჩეთ შეიძლება მობრძანდით არჩეთ. თუ შეიძლება 4 დედლიტრა ნახევრიანად შეიძლება ქურსა წიქას ერთად. ანუ ეს არის მხოლოდ დღეს ერთი დღე პოპულის სუპერმარკეტში. ეს მშვენიერია რომ მიუთვათ აი ეს ხორცეულთან წვადი ხორცადის ფაზე ხო გამარჯობა, დღეს გვაქვს სპეციალური აქცია, რიგინსი ატარებს ამას, თქვენ თუ შეიძენთ ორი სახის ნებისმიერ საგაჭრეზე, ამ ახალ ფორტოხელის შორბიც მიიღებს საჩუქრად, ძალიან გემრიელია. დავიღალეთ, იმიტომ რომ 2-დან 8 საათამდე 6 საათის განმავლობაში ერთ ადგილზე ვიდექი გაშეშებული. გამარჯობათ. მე მოგეხმარებით შერჩევაში. აბა შემიძლია დღეს რძალს დაბადების დღეა და მაშინ მე გირჩევდით საუკეთესო ღვინო მიართვათ, თელიანი ველის. თუ აიღებთ 2 კოკაკოლას, მიიღებთ საჩუქრად ქუდს, თუ აიღებთ 4 კოკაკოლას, მიიღებთ ქუდს და ჭიქას ერთად. ანუ ახალი აქცია ეს გავამართოთ თუ შეიძლება და ეს თქვენ კოკაკოლა. აი, ჩემი აღარ. ხო. თქვენ ცალკე მოგცემთ ახლა კოკაკოლას, ესე. თელიანი ველის ღვინოები გვაქვს. აქეთ გვაქვს ღვინოები წარმოდგენილი, იქეთან ხარით გვაქვს არყი. ხომი ლიმონის ხომი. არაყი. ეგრე მიყარი? ჭაჭა. აი იყოს ხომი. არ ვიზიტებს. ეს თაფლისა. აი ეგ თანამშრომლებს საუბრობ ამას საფრთხეს. დიდი მადლობა. ასე რაგატან თქვენ პარტნიორებისთვის კიდევ არის რამდენი ნამდვილად თქვენ ჩვენთვის სასურველი სტუმარი ბრძანდებით. არავითარ შემთხვევაში. მანანა ცოტა ოპერატიულად ძალიან ხო. მიდი რა ხავს დაელაპარაკე უფრო იმას რა გეხოცები. აპლში ოპლში შემოიარა და აუცილებლად ძალიან უამრავ და ბევრ საჩუქარს შეიძენ. საჩუქრის შეძენა მიღება. ჩემი ფუნქცია იყო როგორც ყოველთვის დაწესებულების წინსვლაერების დარიგება და კლიენტის მოზიდვა. მანანა, შემოსიხარო, ერთი წუთი შეხარ მოდი. შემოდი მაღაზიაში და აქედანაც საკმარისია ხალხის დაპატიჟება. კი ბატონო. ხო, მარიმ თქვა. ეს საჩუქარია, ეს ბუნებრივია უნდა შეიძინოს. შეგვიძლია იგივე გულუხობა გამოვიჩინოთ ლუც თუ შეიძინეთ ნატახტარის ლუც. პაპულში არ შედიხარ? რაც შეეხება გაყიდვებს, რო გითხავთ რომ უკმაყოფილო ვარ, ნამდვილად არ არის ესე, იმიტომ რომ საკმაოდ კარგად ვიმუშავეთ, თითქმის ყველამ გააკეთა ის, რაც შეეძლო. სად მიდივარ, თողონდეთ აღარ ვიცი. ეს ავარდნა აღარა გვაქვს. მაგისათვის რა უნდა ვქნათ? არ უნდა მოვდუნდეთ გოლები? სოსო გარეთ.
ხალხი მოკლეა. როცა დავინახე რომ თქვა ხალხი ნაკლები იყო შიგნით უშუალოდ პოპულში, მაშინ გადავედი უშუალოდ გარეთ აგრესიულ მარკეტინგზე, მე მათ ბუკლეტებს ვაწვდიდი, ფლაიერებს და ვეუბნეოდი რომ იყო აქცია, იყო დავეხმაროთ ქართულ ღვინოს თელიანი ველის სახით და შეუერთდეთ კოკაკოლის აქციას. ხოლო გაციწუთით საცუქრები, ნახეთ, ეს დრო მოიწვის. ხოლო დღეს გამარჯობათ, დღეს არის სპეციალური აქცია პოპულში. კოკაკოლა თელიანი ველი დავეხმაროთ ქართულ ღვინოს. ახლა არ გეშხერება, თქვენ ეს უნდა ნახოთ აუცილებლად. მას შემოგთავაზებთ კოკაკოლას ფეხბურთი თუ გიყვარს, როლკოლა გეყარება აუცილებლად. Я могу предложить вам очень хорошее вино, Тельян называется. Это Каберне Савиньон 16 века. Грузия. ძალიან მაგათი ძღვენა, მაგრამ კოკაკოლა ხო ვაფშე რა? ზეთთან იცი რა მაგარი. აი გაზავა ხო. დავალება იყო საკმაოდ რთული, საკმაოდ საინტერესო და მე ვთვლი რომ საკმაოდ კარგად გავარცხით თავი. ხوار დაიღალეთ. ცოტა. რამას? რას გეტყვი? იმუშავეს გადასარევად, რეალურად ორი მიმართულებით მუშაობდნენ, რეალიზაციას ორი მიმართულებით აკეთებდნენ, ერთი იყო გარიგებები მიმზადებლებთან, მეორე უშუალოდ ვაჭრობა. მე ვთვლი, რომ საკმაოდ ორგანიზებული იყო, კარგად იყო და შედეგებიც ნორმალური. კი ბატონო, მაგას შენ რას გეტყვი ჩემზე? ჩემების ვაჭრობის სტრატეგია ისევე როგორც Festina Lentas შეადგენდა თვითონ მაღაზიაში ვაჭრობას, ასევე გარიგებებს სხვადასხვა კომპანიებთან, მათაც საკმაოდ ორგანიზებული და ძალიან ესეთი ვაჭრობა ჰქონდათ აქტიური, გამართული თამარაშვილის და ყაზბეგის გამზირის კუთხეში რო არის იმ პოპულში. ისე თუ შეარყევთ თანხების მოცულობას გაიზარდა პრინციპში, აღარ აქვს საქმე 2 iPod-თან და 1 pound-თან და ასე შემდეგ. რაც კარგია. რამას ვიქტორ გავაჟღეროთ საკუთრივ მაღაზიაში ნავაჭრი. ნავაჭრი Festina Lentas იყო 2785 ლარი და 59 თეთრი. 2785 ლარი და 99 თეთრი. 59 თეთრი. კი ბატონო. ჩემების საკუთრივ მაღაზიაში ნავაჭრი. ჩემების ნავაჭრმა შეადგინა 2752 ლარი და 77 თეთრი. ანუ Festina Lentas საკუთრივ მაღაზიაში ნავაჭრი გაუსწრო ჩემებს 35 დაახლოებით ლარით. და თუ ჩავთვლით აი გარიგებებიდან მიღებულ შემოსავალს, გარიგებებიდან Festina Lentas მიიღო 2132 ლარი და 77 თეთრი. შესაბამისად, ჯამურმა შემოსავალმა შეადგინა 4818 ლარი და 26 თეთრი. რაც სუდი შედეგი არ არის. საკმაოდ ნორმალურია. მაგრამ მეორე გუნდმა რა? მეორე გუნდმა გააკეთა 6400 ლარი. თლიანი შემოსავალი იყო 9152 ლარი და 77 თეთრი. პოპულისტის გაუსწრულია ალბათ. კი, დღეს ნამდვილად. და გილოცავთ ჩემებო. გამარჯვებულ გუნდს პრიზის სახით ხვალ მიეცემა საშუალება ფიტნეს ცენტრ ნაუტილუსში, რომელსაც ასევე საქართველოს ბანკი ფლობს, დაისვენოს, ივარჯიშოს, იცურაოს, აუში და ასე შემდეგ. არ არის გამორიცხული, რომ მე შემოგიერთე დროის რაღაც მონაკვეთში, იმიტომ რომ ეს ნაუტილუსის კლიენტი ვარ და ხშირად ვარჯიშობ მან. გილოცავთ კიდევ ერთხელ. დაღლილები იქნებით, ამიტომ შეგიძლიათ დაისვენოთ. თქვენთან კიდე უნდა გავაგზავნოთ საუბარი ამ დავალებას.
აქტიურობდა იქ ყველაზე მეტად ჩვენი გუნდიდან მააცაცო. ჩემთვის ყველაზე პასიური იყო და ეს აშკარა არის მანან. მარის ვერ შეატყობ ვიზე რას ფიქრობს. ამიტომ არ იცი ვის წაიყვანს ვარდრობში. საიდან დაიშვი დარბაზიდან, აუზიდან, მასაჟიდან თუ ალბათ უფრო ამბობდნენ თავდაში. ძალიან კარგი. არი გამიგე. ესეთი პრიზი როგორც არის დღევანდელი პრიზი. მეგობრული იყო, აუცილებლად ჩნდებოდა მოდუნება ისეთ არტისტისას როგორც შევქონდა ამ პერიოდის განმავლობაში. სუპერი. საერთოდ ჯამში შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი დღე, პრიზის დღე იყო ძალიან კარგი დღე რელაქსაციისათვის, დასვენებისათვის. მე და ჩემმა გუნდმა ძალიან კარგად დავისვენეთ და მზად ვართ ახალი დავალების მისაღებად და გასამართად. მაგარი კონტრასტია რა. მე შენ ძალიან იწვათებს ხცენ და თავს კითხდი. შეიძლება ყველაფერს. და ეს არის პატრონი, რომელიც ძალიან შენ მაინც მოგესმის, მე არ მაინტერესებს მე აბა. არ მჭირდება ეს რაღაც საპატივცემ ნიშნად ეს პრინდაპაზე. არითმეტიკულად რომ დავაბალანსოთ, წინაზე წავიდა 2 ადამიანი და ახლა ხო შეიძლება ყველას აპატიოს. რაცა ჩემი სტილია ნერვიულობის. გამომდინარე იქიდან რომ მენეჯერი ვარ, ვთქვი რომ პასუხისმგებლობას გრძნობ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ვთვლი რომ მე უნდა დავტოვო პროექტი აგების შემთხვევაში. მარი რა სიტყვი რა შეიყოს ახლა მე ვთვლი რომ ჩვენი მინუსი ამას ვიტყოდი იყო ის რომ ჩვენ დაგეგმარების პროცესი ისე ვერ ვაწარმოეთ როგორც ეს გააკეთეს ჩემების გუნდმა და რატომ მოხდა გავბედავ და ვიტყვი რომ ეს ალბათ მოხდა იმიტომ რომ დაგეგმვის პროცესში ყველა თანაბრად არ ღებულობს მონაწილეობას მართლაც ვეთანხმები მარი სამწუხაროდ უნდა დავეთანხმო. აბსოლუტურად უნდა დავეთანხმო, იმიტომ რომ გავბედავ და მეც ვიტყვი. იდეა, რომელიც გაჩნდა ავტორობას არ ვითვისებ აბსოლუტურად, უბრალოდ იდეის პირველი გაზიარება, დაწყება და დასრულება პრაქტიკულად ვიტყოთ მოხდა მე და მარის შორის. აღმოჩნდა ერთადერთი და ამის შემდეგ სხვა რაკურსით ვცდილობთ სხვადასხვა კლიენტებთან ამის შეთავაზებას, თუმცა არსიერთდეგი ვერ რჩებოდა. ანუ პრობლემა იმაშია, რომ ერთი პაკეტი შესთავაზეთ რეალურად და ჩინამდვილეში იყო ერთი პაკეტი და რომლისგანაც ვაკეთებთ რაღაც ხელოვნურ გამრავლებას. მაგრამ იმასაც გავბედავ და ვიტყვი, რომ ეს იმიტომ არ მოხდა, რომ სხვაებს ჰქონდათ იდეები და მათ აღარ მოусმინეს. უბრალოდ არ იყო სხვა იდეები. მანანა, რატო არ იყო სხვა იდეები? როგორ გონია? მე ვფიქრობ, რომ იდეების წინ წამოჩენა მოახდინა იმ ხალხმა, ვისაც ამაში
უკეთესი გამოცდილება ქონდა და დანარჩენები მივენდათ ამ გამოცდილებას, მივიდნენ ამ გამოცდილებას და გულისყურით უსმენდნენ ამ გენიალურ იდეებს. ანუ ვისა გამოცდილება ამ სფეროში თქვენ? უშუალოდ ამ იდეებში არავის არ აქვს გამოცდილება მოწოდებულებთან ურთიერთობაში. უბრალოდ ეს არის ვის აქვს უფრო შემოქმედებითი ხედვა და ბიზნეს ალყოთორე, როგორც ასეთი. ვინმე ამ სფეროში მოღვაწეობდეს, ჩვენთან არ ყოფილა. და ვის ქონდა შემოქმედებითი ხედვა? როგორც აღნიშნეს, მარის და მაცაცოს დამსახურება იყო ამ იდეების წარმოჩენა და ჩვენ გვამუშავეს იმაზე, რომ რეალიზაცია გაგვეკეთებინა. თუმცა დამეთანხმებით ალბათ, რომ ჩემი იდეა იყო, ეს პაკეტი, თქვა, იყიდე რამოდენივე და საჩუქრის სახით მიეცი პრიზი, წამახალისებელი პრიზი მომხმარებელს. ალტერნატივა ნამდვილად თუ შეიძლება დავამატო, მე ბოლომდე ვერ დავეთანხმები მასაცოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ეს იყო მხოლოდ ერთი პაკეტი. ეს არ იყო მხოლოდ ერთი პაკეტი, იმიტომ რომ როდესაც პირველი იდეა მართლაც წამოვიდა ის, რომ ჩვენ შეგვეთავაზებინა კონკურენტის პროდუქციის სრულად შესყიდვა ზუსტად იმ მიზნით, რაც თქვით. მაგრამ იყო ამის შებრუნებული იდეა და მე ძალიან კმაყოფილი ვარ მინდა გითხრათ, იმით რომ ჩვენების გუნდმა სწორედ ამ იდეით მოიგო. ანუ ზუსტად იგივე გაშიფრვით ქონდა ჩვენ ეს იდეა, რომ ჩვენ მეორე ალტერნატივა უნდა ყოფილიყო, თუ ისინი არ სიტყოდნენ კონკურენტის პროდუქციის შეძენაზე, უნდა ყოფილიყო საკუთარი პროდუქციის გასაღება. ანუ თუ ლარნახევარი ღირდა სიტყვაზე თქვა ვლენდამედის ერთი კბილის პასტა და ლარა თაბარებდა ვლენდამედი, მხოლოდ 20 თეთრი იყო ის განსხვავება, რომელსაც ის დახარჯავდა ამ შემთხვევაში, თუ იგი მას თავის ანუ ვისაც ის ამარაგებს მიაწვდიდა პოპულის ქსელიდან. მაგრამ მინდა თქვა, რომ ეს იდეა დაბლოკილი არ ყოფილა, უბრალოდ მომწოდებელი ამაზე არ წამოვიდა. მაგრამ მე ვთვლი, რომ ის რომ ჩვენ მეორე აზრი არ გავატარეთ ბოლომდე კარგად და თუნდაც აი ეს პირველი იდეა ლობირებდით მას ბოლომდე, ეს მე ვთვლი, რომ იმის ბრალი იყო, რომ ყველანი თანაბრად არ ვღებულობდით ამაში მონაწილეობას. ანუ მე როცა ვარ რაღაც კონკრეტული დავალების თუ ჯგუფის მენეჯერი, მე მირჩევნია ჩემმა თანამშრომელმა ანუ რაციონალურად გამიწიოს კრიტიკა და მითხრას, რომ ესე ხო არ ჯობია, ეს არ არის სწორი, ან ასე, ვიდრე ის, რომ მე იგი დამეთანხმოს ყველაფერში. თორემ ეჭვიც არ მეპარებოდა იმაში, რომ სერვისი და შესრულება თითოეული ჩვენთაგანის მიერ იქნებოდა მაქსიმალური. მე დღემდე დრახან ამ იდეების ავტორები დავარქმევ ასე ვიყავით მაცესო და მე შესაბამისად უფრო მსხვილი სეგმენტი რომელიც იყო ჩვენ გადავწყვიტეთ რომ მათთან წასულიყავით ჩვენ იმისთვის რომ ბოლომდე გაგვეწია ლობირება იმ იდეისთვის და იმ მიზნის მივღწია იმ მიზნისთვის რაც ჩვენ გვინდა ეს რომელი კომპანიებია ეს იყო GVS იყო Coca-Cola იყო ნატახტარი და დიროლი ესე სამუშაო ხო არ შემოგთავაზეს დამკვეთება რომ ხოთაშორის კი მე დასფიქროთ პირადად როგორი განაცხადი? ერთია. და თეა შენ რო იყო მარის ადგილას ვის დაიტოვებდი კაბინეტში და რატო? მარის ადგილას მე რო იყო კაბინეტში დავიტოვებდი მანანას. რადგანაც ვფიქრობ, რომ დაგეგმვის პროცესში ყველაზე არაკრეატიულია და უბრალოდ შემსრულებლის როლი და ფუნქცია აკისრია ყოველთვის დავალებების შესრულების დროს. კიდე? მანადას ამახვილებ ყურადღებას. რა სიტყვი ამას, მაგრამ შენ ვის დაიტოვებდი მარის ადგილას? მარის ადგილას რო ვიყო მე და ალბათ დავიტოვებდი ალექსანდრას. არც ალექსანდრა არ აღმოჩნდა იდეების გენერატორი ასე ვთქვათ და მას მარტო იმიტომ რომ შეუძლია კარგად ციფრებთან ლავირება და ასე ვთქვათ ჩვენი ბუღალტრის როლი ეკისრება თითოეულ ჩვენს დავალებაში არ ნიშნავს იმას რომ მას კრეატიული იდეები აქვს. რა სიტყვები ამაზე? ჩემი სახელი დაასახელა იმიტომ რომ ლოგიკურად ვერ დაასახელებდა თავის თავს. რაც შეეხება იდეების გენერაციას, მე მქონდა კიდე რაღაცა გარკვეული ალტერნატივა იმისა, რაც ჰქონდათ მარის და მაცაცოს და ვაცნობიერებდი, როცა Coca-Cola-ზე ლაპარაკი და იგივე ნატახტარზე.
აქ თუნდაც ისტორიულად, თუნდაც ბევრი ფაქტებიდან გამომდინარე, მათ ესეთი გარიგება აწყობდათ, მაგრამ რაც შეეხებოდა ჩვენ სეგმენტს, ჩვენ ფირმებს, იქ ეს ძალიან დიდი პროცენტი იყო იმისა, რაც არ გაჭრიდა ელემენტარულად. ამიტომ მე ვფიქრობდი იმას, რომ გაგვეკეთებინა სხვანაირი ტიპის გარიგება, რა შემთხვევაშიც მანამ და თეამ ბოლომდე არ მომისმინეს. ანუ მე ვამბობდი იმას, რომ თუნდაც ლამბერტსის და სანდორას წვენის შემთხვევაში გაგვეკეთებინა რაღაცა ერთობლივი აქცია. ანუ იგივე ნაწილი ეყიდა და ნაწილი დატოვებული გავაკეთებდით პაკეტს მომხმარებლისთვის სპეციალურს, რაც იქნებოდა ასე ვქოთ მიქსი. ანუ იდეები რა პროდუქტის გქონდათ, ზუსტად იგივე გქონდათ ბიჭებსაც რა. უფრო იმათმა უფრო კარგი მოლაპარაკება აწარმოეს და შედეგიანი მოლაპარაკება ვიდრე თქვენ ამ შემთხვევაში. ზუსტად მაგი მინდა და მე თქვა, რაც მანამდე თქვი, რომ იყო არა მარტო დაგეგმაში, არამედ მოლაპარაკების დროსაც პრობლემები. ალექსანდრას თუ შეიძლება უპასუხოთ რა. პირველად მოვისმინე ახლა ეს შენგან, იმიტომ რომ ალბათ იმ მომენტში შენთან ერთად არ ვიყავ. ეს ერთი და მეორე მინდა გითხრა. ის რაც შენ ახლა თქვი ეს იდეა. პრაქტიკულად ხორციელდებოდა მთელი დღის მანძილზე კოკა-კოლას შემთხვევაში. ალბათ სწორედ გავიგე, ხო? რამაც მე არ ვიცი სამწუხაროდ რა წელი მოგება მოგვიტანა ჩვენ, ანუ რა ფინანსური წვლილი მიუძღვის კოკა-კოლას აი ამ პაკეტის შეთავაზებით, იმიტომ რომ იყო პაკეტი კოკა-კოლის. არა, რა სისულელე პეპსი რა შევაშე. პეპსის პროდუქციის ყიდვას. არა, რაც განხორციელდა ბუნებრივია კოკა-კოლა ამ გარიგებაზე არ წავიდა ეს შენ თქვენ ახლა. პეპსის მაცივარი ისედაც სავსე იყო და კაცშულს არ უყიდია. სხვა რაღაცაზე მოგსაუბრე. ნესლეს და ეს იდეა მე გეკითხები ეს იდეა თუ გქონდა და ეს იდეა მე არ ვთვლი რომ იყო ინოვაცია და რაღაცა გადაწყდა ჩვენი პრობლემის ჩვენ რატო არ გითხარი შეიძლება მაგრამ შეიძლება იმუშავო ჩვენ გადაგმარების დროს რატო არ გითხარი თქვი მე ვთქვი და მეორე თუ საუბარი არის ნატახტაზე და კოკა-კოლაზე აქვე გიპასუხებ უკაცრავად აგრესიულობაში არ ჩავანერთო არანაირად ჩვენ მარიმ აღნიშნა რომ დირელთან მხოლოდ იმიტომ წავედით რომ ის ტერიტორიულადაც კი ოფისში შეხვედრა არ აწყობდა მომავალ პოპულსშიო და თვლი თუ არა დიროს ისე მსხვილ წარმოება დიროლმა ყველაზე დიდი ფინანსური გარიგება გააკეთა ჩვენი წარმოებული მოლაპარაკებით ამ იდეაზე და იყიდა 1000 ლარის პროდუქტი ჩვენ მარტო სახეცეთის რეზინს ვარაუდობთ და აღმოჩნდა რომ თორმე შოკოლადი ძალიან სტომებია პიკნიკის ხარჯზე ზუსტად მაგალითად იყო ეგეთი ვარიანტიც რომ შემოგვეთავაზებინა ერთმანეთში ამ ფირმებისთვის ნაწილი პროდუქტი კი მაგრამ მე ვფიქრობ ალექსანდრა რასაც ამას ალექსანდრას იდეა იყო რომ შეგვექმნა თვითონ კლიენტისთვის პაკეტი იყიდით გარკვეულ პროდუქტს ერთად ამას და ამას ერთად და თქვენ გარკვეული შეღავათები მოგეცემათ აი ესეთი ფინანსური პაკეტების იდეა აპრობირებული არ იქნა მენეჯერის მხრიდან არა მე ეგ არ მინდოდა შემოვითარგეთ მე ასე გავიგე შენი იდეა ანუ ალბათ ფორმულირება ვერ გააკეთე შენი იდეა ლამბერტსის რო იყიდა ნაწილი სანდორას ლამბერტსის ნაწილი. კი, იმაში რამდენი ასლობიდან და ეს თვითონ მომწოდებლებს თუ ქონდათ იდეები. შეიძლება არ იყოს. მათ თუ უსმინეთ საკვარისად. ერთადერთი იდეა, რომელიც მოგვაწოდა მომწოდებელმა, ეს იყო GVS-ი, რომელთანაც ყველაზე სერიოზული მოლაპარაკებები. სერიოზულ მოლაპარაკებაში რას გულისხმობ? სერიოზულ მოლაპარაკებაში გულისხმობ იმას, რომ მან ყველა კუთხით განიხილა, აბსოლუტურად ყველა კუთხით განიხილა ჩვენს მიერ შეთავაზებული ყველა იდეა და მან დაგვისვა აბსოლუტურად ყველა ის კონტრარგუმენტი, რაც ჩვენ წინასწარ ქონდა განსჯილი. და მე ვთვლი რომ არ იყო ეს წარუმატებელი შეთანხმება, იმიტომ რომ GVS-მა სწორედ ის გააკეთა საბოლოოდ, რაც ჩვენ შევთავაზეთ. მან იყიდა თავისი კონკურენტი კომპანიის ღვინოები. ხოლოდ დათმობაზე ეს არ იყო დიდი თანხა, დაახლოებით იყო 350 ლარი. დაახლოებით ესეთი თანხა იყო. კი, მაგრამ ყველაზე სერიოზული მოლაპარაკების შედეგი, როდესაც 350 ლარია, არ უნდა დაფიქრებულიყავით იმაზე, რომ რაღაცა შეიძლება ისო პრაისინგი არასწორი, შეიძლება ძალიან ცოტას თხოვოთ. ჩემების შემოსავალში ყველაზე დიდი წილი იყო თელიანი და იყო 1000-ზე საუბარი თუ არა. რამდენიმე 1000-ზე 13 საღამოთი. უბრალოდ ამაში ეს სწორედ იმის იქიდან გამომდინარე შეცდომა იყო, მე ვთვლი, რომ ჩვენ ვიმუშავეთ გაყიდული კონკურენტის პროდუქციის გაყიდვაზე. ანუ ჩვენ იმან იყიდა ის, რაც რეალურად იქ იყო კონკურენტი პროდუქციის. ჩვენ რომ ასე ვთქვათ, ანუ ის რომ წამოსულიყო უბრალოდ ესე ვიტყვი, იმ ვარიანტზე რომ საკუთარი პროდუქცია ამოიღე, ბუნებრივია ამ შემთხვევაში ჩვენი პრაისინგი უფრო გაიზრდებოდა და შესაძლოა ეს ყველაფერი მიიღწია იგივე რაოდენობაზე, რაც მიზანიც იგივე ქონდა. კი, მიზანიც იგივე ქონდა. ანუ შეესთავაზეთ და არ წამოვიდეთ. ეს ნამდვილად შევთავაზეთ, მე შემიძლია
სხვებსაც შეეთავაზათ უნებრივია, მაგრამ განსხვავება იყო ის, რომ სხვებს როგორც კი შევთავაზეთ პირველი იდეა, ანუ კონკურენტი კომპანიის პროდუქციის ყიდვა, ის მაშინვე დათანხმდა ამაზე. კი, მაგრამ მეორედ შეგეთავაზებინათ, იქნებ ისიც ჩვენ ჩასვალეთ, რომ სამწუხაროდ, აი მე იმიტომ ვამბობ ზუსტად, რომ ჩვენი ერთ-ერთი მინუსი იყო ის, რომ ჩვენ პირველ ადგილზე დავაყენეთ არა ეს, არამედ ის, რომლითაც ჩვენ ფაქტიურად წავაგეთ. ანუ მთელი მენიუთი არ მიხვედით. მთელი მენიუთი მივედით, უბრალოდ ადგილების მიხედვით დავანაწილეთ და არა ორივე ფეისი დავდეთ ერთ დონეზე. აი ეს მე ვთვლი, რომ ამის ბრალი იყო ეს ყველაფერი. ალექსანდრე, შენ ვის დაიტოვებდი მარის ადგილას? მანანას. და? მეც არ ვამახვილებ, მეც არავის ყურადღებას. ეგ უკვე მარის გადაწყვეტილება. რატომ მანანას? ზუსტად იმ მიზეზების გამო, რომელიც მე უკვე ჩამოვთვალე. მაცაცო შენ რა სიტყვები? ორ ადამიანს დავასახელებ, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მანამდე ალექსანდრას კითხეთ. ალექსანდრას და მანანას. ზუსტად იმის გამო, რომ მიზეზებითაც ისინი ერთმანეთს ასახელებენ. და კიდევ ერთი, მე რომ მათ ქვედა ნაყოფში ყოფილიყავი მოლაპარაკებების დროს, შეიძლება ეს არ მეთქვა დღეს აქ და სხვები დამესახელებენ. ოკეი, მოვუსმინოთ გუნდის მენეჯერს. მე უნდა ვთქვა ის, რაც უკვე ითქვა აქ. თავიდან მე აღნიშნე, რომ ყველას ერთნაირი მონაწილეობა ნამდვილად არ მიგვიღია სამწუხაროდ დაგეგმვის პროცესში და მე ჩემთან ერთად შემოვიყვან მანანას და ალექსანდრას. თეია მაცაცო გამემშვიდობისა. თქვენ კი მცირე პაუზის შემდეგ გავაგზავნოთ ეს საინტერესო დისკუსია. მე ვიტყოდი, რომ ბევრი რა არის გასარკვევი არის ის, რომ რას იყო გარჩეული დაგეგმარების დროს. ზუსტად რა არ იყო გარჩეული დაგეგმარების დროს. კერძოდ ის სამიზნე კომპანიები, რომლებიც მათ ერგო წილად, რამდენად შესწავლილი იყო, რა სარგებელი, ანუ რამდენი რა წიანდადებით უნდა მისულიყვნენ მათთან და რა იქნებოდა ის თანხა, რომელზეც ექნებოდათ იმედი, რომ წამოეღო. შესაძლო მაქსიმალური თანხა. აი ამ კუთხით არ იყო. ანუ ბიუჯეტირება არ გაკეთებულა. ბიუჯეტირება არ გაკეთებულა. რაღაც რასთვი. ჩემი აზრით შრომა იყო არასწორად გადანაწილებული. რეალურად მე ვშება ესეთი შტაბეჭდილება, რომ მარი და მაცაცო აკეთებდნენ ყველაფერს და დანარჩენი სამი ადამიანი ცოტა უფუნქციოდ იყო. შესაბამისად, ნუ ხა ჩავეძიებთ და გავარკვევთ მაგას, მაგრამ პასუხისმგებლობა ჩანს რა იყო მარიმ და მაცაცომ თლიანად მთელი მოლაპარაკებები მაგათმა აწარმოეს და ნუ შედეგებიც სახეზე არა. და რას ნიშნავს ეს შენი აზრით? ეს ნიშნავს ჩემი აზრით, რომ ნუ მარის და ალექსანდრა ცოტა მეტი კითხვა უნდა დაუსვათ და ნიშნავს იმას, რომ არასწორად იყო დაგეგმარებული. ანუ ჯერ არ ყავს კანდიდატი. შენ თუ ყავს? არა. იმედი მაქვს ახლა უფრო გაირკვევა გარჩევის დროს. მოგიწევს გარკვევა, სხვა რა გზაა. შევუდგეთ გარკვევას მაშინ. შეგიძლიათ შეხვიდეთ. გავაგზავნოთ. მანანა, რამდენად ობიექტური იყო მარი, როდესაც შენ გაგტოვა კაბინეტში? მე არ ვფიქრობ, რომ ჩემი მოქმედება თუ როგორც ეს მარი თქვის, უმოქმედობა არ თვლი, რომ ეს არის ჩვენი გუნდის წაგების რეალური მიზეზი. ალექსანდრა, შენ როგორ თვლი, შენ დატოვება კაბინეტში რამდენად ობიექტური იყო? მანანას შემთხვევაში ვიყავი დარწმუნებული, რომ იგი აღმოჩნდებოდა ბორტომში. ჩემ შემთხვევაში უფრო ვეჭვობდი ან მე, ან თეა. ნუ უკვე მარის გადაწყვეტილებაზე იყო, მე ნამდვილად ვერ ვთქვი,
ვერ ვიტყოდი და ვერ გავთვლიდი რატომ უფრო მე ვიდრე თეა. მე ვთვლი, ჩემი ერთ-ერთი დადებითება არის ის, რომ მე ძლიერ კონკურენტებს ვცდილობ არ მოვიშორო, იმიტომ რომ უფრო აზარტული, უფრო საინტერესო და ბუნებრივი არის უფრო კარგი იმ ადამიანთან მუშაობა, ვინც მე მიმაჩნია ძლიერად. ანუ მე თუ პროექტში სიტყვაზე თქვა დავრჩი დღეს, მე ძალიან მინდა რომ ვიმუშაო მათაცოსთან. მიუხედავად იმისა, რომ მოგების თვალსაზრისით ის ჩემი პირდაპირი და ძალიან სერიოზული კონკურენტია. ანუ მარანას და ალექსანდრას არ მიიჩნევ კონკურენტებად? მე ყველა მათგანს მივიჩნევ ბუნებრივი კონკურენტად, მაგრამ ბუნებრივი არიან ადამიანები, ვისაც მე უფრო მეტად მივიჩნევ ჩემს კონკურენტად. ალექსანდრა არის ძლიერი კონკურენტია? როცა მარი თქვა რომ მათაც არის ძლიერი კონკურენტებისთვის მე ვეთანხმები, მაგრამ ეს მხოლოდ ამ კონკრეტულ დავალებას ეხება. პრინციპში მანიმ გადაწყვეტა რომ თეას დაიწყო ყოველთვის ყოველივე მომწოდებელთან ლაპარაკი. და ქონდა ესეთი შეთანხმება რომ თუ თეა რაღაცა მომენტში უკვე ვეღარ მოახერხებდა მოლაპარაკების გაგრძელებას, ვაგრძელებიდან მე ან მანანა. მანანას ყოველ მოლაპარაკებაზე ძირითადი ფრაზა და ძირითადი ასე ვთქვათ შეთავაზების პლუსი იყო ის რომ ჩვენ თქვენ გაგისაღებთ და გავუკეთებთ ვერბალურ პრომოუშენს საუკეთესოდ. ეს არ იყო მთავარი. იქ იყო სხვა მომენტი. უშუალოდ მომწოდებელთან მოლაპარაკება, რაც იყო გარიგება და თანხობრივად, რაც შეიძლება მეტი სამოღება. როცა იყო 800 ლარზე ლაპარაკი ნესლესთან, მანანა ეცადა რომ მანანა თუ არა ალექსანდრას. მე ვთვლი რომ მანანას რომ რამენაირი მონაწილეობა მაინც მიიღო ჩვენი დაგეგმვის პროცესში, ელემენტარულად იდეის განსჯის დროს მას აი რამე შეკითხვა მაინც დაესვა. ან თუნდაც თავისი აზრი ეთქვა, მე ვფიქრობ რომ შესაძლებელი იყო ჩვენ უკეთეს შედეგამდე მივსულიყავით. ანუ შენ რო ჩემ ადგილას იყო მანანას დაემშვიდობებული. მე რო თქვენ ადგილას ვიყო სამწუხაროდ მომიწევდა მანანასთან დამშვიდობა. გასიკრე მანანა. არ ამგონია ის რაც მარიმ თქვა ამ წუთას იყოს სწორედ ის უშუალო მიზეზი, რამაც ჩვენ მეგვიყვანა აქამდე. და რაც შეეხება ალექსანდრას განხილვას და ალექსანდრას მიერ დახატულ სურათს მოლაპარაკებების დროს რა ხდებოდა. მან ახსენა რომ მე ჩემი ერთადერთი სარეკლამო ფრაზა იყო ჩვენ გავიკეთებთ საუკეთესო რეკლამას. სწორედ რეკლამა იყო ის ანკესი, რაზეც უნდა წამოგებულიყო ორგანიზაცია და წამოსულიყო ჩვენთან მოლაპარაკებაზე. სწორედ რეკლამას რომ ვთავაზობდით აი ამ ფასებში გასხოვებაზე, ეს იყო მთავარი არსი და რამდენადაც თეა შორიდან უვლიდა საკითხს და ყველა ასპექტს განუხილავდა, რამდენადაც ალექსანდრა აფიქსირებდა თავის აზრს, მე ძალიან პირდაპირ და მოკლედ და ლაკონურად ვეუბნეოდი რა გვინდოდა მათგან და რას ვთავაზობდით ჩვენ. შენ როგორ მოიცავდი შემოგვებას? მე თქვენს ადგილას დავემშვიდობებოდი მარის. იმიტომ რომ მარიმ და მარის ხელმძღვანელობით მაცაცომ ვერ მოახდინეს იმ იდეის ბოლომდე გატანა, რომელიც თვითონ დაებადათ. ეგ იქნებოდა ერთ-ერთი მიზეზი? დიახ. ალექსანდრა, შენ რა კომენტარს გააკეთებდი? როცა ჩვენ მივდიოდით მომწოდებელთან და მივდიოდით გარიგებაზე, იმ მოლაპარაკებების დროს გადამწყვეტი იყო სხვა რაღაცა. ანუ ეს არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ის თუ რა თანხაზე, რა პირობებზე დათანხმდებოდა მომწოდებელი. რატო უნდა დათანხმებულიყო? რეკლამის გამო, ხო? კი, მაგრამ ეს იგულისხმებოდა თავიდან, რომ თქვენ, არა, ერთი ზუსტით, როგორ არის იგულისხმებოდა, ჩვენ მოვდივართ, თქვენ თავაზობთ რეკლამას. შეიძლება დაამატო, რომ ჩვენ თქვენ საუკეთესოდ დამატება არ იყოს, ეს იყოს თავში სათქმელი და სადაც მომეც ამის საშუალება, მე ეს თავიდან. მოგოებო, მანანა, მე ვფიქრობ, შენ ახლა ეწინააღმდეგები შენს წეღამდელ ნათქვამს. შენ თქვი, რომ თია აკეთებდა შორიდან მოვლას და შენ პირდაპირ მოკლედ და ლაკონურად ეუბნეოდი რა გვინდა ჩვენ. ახლა ამბობ, რომ შენ უქმნიდი მას ფსიქოლოგიურ იმას. წესით ჩვენ ესეც დავგეგმეთ, რომ მანამ სანამ მოკლედ და ლაკონურად ეტყვით დააჯახებ, ასე ვთქვათ, ეს ძალიან ხოცუცნაური დიას, უნდა სწორედ ფსიქოლოგიური პორტრეტი რაღაც შექმნა გარკვეული მომწოდებლის. ანუ იმას როგორ ჯობია მიაწოდო ეს ყველაფერი. შენ ვერ წარმოგიდგენია ტექნიკურად ეს როგორ შეიძლება და განხორციელება? არა, გადასარევად წარმომიდგენია, ანუ მოკლედ და ლაკონურად და ანუ პირდაპირ უთხრა სათქმელი ის რომ შენ უნდა იყიდო შენი კონკურენტის პროდუქცია, ეს და
ამავდროულად უთხრა რომ ფსიქოლოგიურად მომზადო ეს ერთმანეთს უბრალოდ ეწინააღმდეგება ისე. მაგრამ როდესაც შედიხარ მოლაპარაკებაზე, მაშინ პირველ რასაც აკეთებ, ქმნიდადებით მოხდს, მერე თეა ახსნის დეტალებს და შემდეგ რა თქმა უნდა ვეუბნები თუ რაოდენ ეს არის საიდან. ამ ყველაფრის მთლელი არსი არის ის, რომ ჩვენ თქვენ გთავაზობთ რეკლამას, აურაჩვეულებრივ რეკლამას, რომელიცაც გავაკეთებთ ადგილზე. მე ერთი კითხვა მაქვს. ვთქვათ, რამოდენიმე მოლაპარაკება ქონდათ, ხო და მანანა ესე იქცეოდა ყველა მოლაპარაკებაზე. პირველი მოლაპარაკების მერე რატო არ დაილაპარაკეთ ერთმანეთში, თუ რატო აკეთებდა ამას, თუ ეს ესეთი შეცდომა იყო თქვენი აზრით, ხო? არ იყო ესეთი? მე ასეთი შენიშვნა არ მიმიღია ჩემი გუნდის წევრებისგან, რომ მანანა ცუდად იქცევა. არა, ცუდად იქცეოდა, არა, მაგაზე არ არის. ანუ თავარი სპიკერი ამ შემთხვევაში მე როგორც წინასწარ როგორც დაგვიგებ, თავარი სპიკერი უნდა ყოფილიყო თეა. სწორედ იმის გამო რაც წეღან თქვი, იმიტომ რომ თეას თითოეული ჩვენი იდეის საფუძველი ქონდა გამოკითხული. ეს ერთი. შეიძლება არ დაუსვიათ კითხვები, მაგრამ თავიდან ბოლომდე ესმოდათ. თუ მესმის არსი და საგანი რაღაც უდავსო შეკითხვას. არა ხარ მართალი. შენ თვითონაც იცი რომ არა ხარ ამაში მართალი მანანა. კი ბატონო, კარგით, მოდით შევაჯამოთ მაინც, იმიტომ რომ გვიანდება. როგორც გამოირკვა ამ დისკუსიის შედეგად, ხარვეზები იყო რამდენიმე მიმართულებით, ხო, იყო თქვათ კრეატიულობის ნაკლებობა ალბათ კონკრეტული გუნდის წევრებისგან. იყო ხალხსახად იყო ხარვეზები მოლაპარაკების პროცესში. ნუ საკმაოდ რთული დავალება იყო. და ალბათ აგეგმვის პროცესში. ჩვენ ბანკში, როდესაც რაღაცის დაგეგმვას ვაკეთებთ, ანუ ბიუჯეტს როცა ვადგენთ, ჩვენ უყურებთ თითოეულ კლიენტს და პირველი რასაც ვაკეთებთ არის ის, რომ იმ კლიენტისთვის, იმ კლიენტზე ვინც არის პასუხისმგებელი მენეჯერი, ოფიცერი თუ სხვა, ვთქვათ, ვცდილობთ მასთან ერთად გავსაზღვროთ თუ რა არის მაქსიმალური შემოსავალი თუ მოგება, რაც შეიძლება იმ კლიენტისგან მივიღოთ. ეს არის დაუწესელი ძალიან მნიშვნელოვანი კანონი. პირველი რაც უნდა გააკეთებინათ და ყველაზე მთავარი არის დეტალური განხილვა თითოეული იმ მომწოდებლის, ნუ კლიენტთან ანალოგია რო გავაგზავნოთ, ვინც თქვენ ვთქვათ, გადმოგეცათ, ვინც თქვენ გიარგოთ. რა არის ის მაქსიმალური თანხა, რომელსაც შეძლებთ თქვენ რომ წამოიღოთ აი ამ კონკრეტული მომწოდებლისგან. აი ეს იმდენად უხეშ შეცდომად მიმაჩნია, მაგრამ რომ უნდა გითხრა ნახვამდის. მე მგონი ამ ეპიზოდში ჩვენ ერთი მნიშვნელოვანი რაღაც დავინახეთ და ვისწავლეთ. დარღვეული იყო ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ნებისმიერ ბიზნეს პროცესის. რასაც ბიუჯეტირება ქვია. თანაც ბიუჯეტირება კონკრეტულ კლიენტებზე მიდმით და მათზე ფოკუსირებით. მოკლედ რომ ვთქვათ, უნდა იცნობდე შენს კლიენტს, უნდა იცოდე მის შესახებ ყველაფერი და სანამ მიდიხარ კლიენტთან, უნდა იცოდე რისი წამოღება შეგიძლია, ყოველთვის მაქსიმუმზე უნდა გათვალო, არ უნდა დასჯერდე პირველივე წარმატებას, იმიტომ რომ შეიძლება ეს არ აღმოჩნდეს საკმარისი და ბიზნესში ცხადია, რაც მეტი მით უკეთეს. საკმარისობის კრიტერიუმით არც ერთი ბიზნესი წარმატებული არ გახდება. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი სერიოზული პასუხისმგებლობა და დავალების მოგება არ მოგების დროს მოდის მენეჯერს.
შესაბამისად, რაც მან მოიყვანა არგუმენტაცია, მე ვთვლი, რომ ეს არგუმენტი ჩვენ რომ გაგვეთვალისწინებია, ბუნებრივია უფრო კარგ შედეგს მივიღებ. თუმცა, მხოლოდ ჩემი ბრალი იყო თუ არა ეს, ამაზე ბუნებრივია სხვა საკითხი. მე დავასახელე ადამიანი, რომელსაც ვთვლი, რომ უნდა დაეტოვებინა პროექტი. თუმცა, ამ შემთხვევაში მე მოვიყვანე არა ის კონკრეტული არგუმენტი, რაც დაკმავალად თქვა, არამედ ის, რომ მას მონაწილეობა არ მიუღია არც დაგეგმვის და არც განხილვის პროცესში. მაგრამ მიმაჩნია, რომ თუ ეს ადამიანი რაღაც დონეზე მიიღებდა მონაწილეობას ჩვენს ურთიერთობაში და ჩვენს მუშაობაში, შესაძლებელი იქნებოდა, რომ ჩვენ ზუსტად ის ამოსავალი წერტილი, რომელიც ბატონულად თქვა, რომ იყო ჩვენი წაგების მთავარი მიზეზი, ამოტივირებული იყო და განჭის საგანი ყოფილიყო. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ფაქტობრივად ორი ადამიანი ვფიქრობდით იმაზე, ვისთვის რა უნდა შევეთავაზებინა, უბრალოდ როგორც იტყვიან, მეტი ვერ გავქაჩეთ, შეიძლება ასე ითქვას.